დღეს ვიმყოფებით ქართული მოდის სივრცეში. ეს არის მულტიფუნქციური, ესე ვთქვათ, სივრცე, სადაც არაერთი ბრენდია, ქართული ბრენდების ნაწარმია წარმოდგენილი და სხვათა შორის ძალიან წარმატებითაც ოპერირებს უკვე. ჩვენთან ერთად არის თინათინ მაღალაშვილი, დიზაინერი, რომლის ბრენდიც არის აქ წარმოდგენილი და მაყურებელს აქვე შევახსენებ იმასაც, რომ თინათინ მაღალაშვილი არის საქართველოს მოდის კვირაულის დამფუძნებელი. სწორედ მოდის კვირაულზე საუბრით მინდა გავხსნა დღევანდელი ეთერი. იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე სეზონი უკვე გვიახლოვდება. ვისაუბროთ რა არის წლევანდელ ღონისძიებაზე დაგეგმილი, როგორი აქტივობა და სამზადისი მათ შორის. მოგესალმებით. ძალიან მიყვარს თქვენს გადაცემაში სტუმრობა და მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ გვესტუმრეთ ჩვენი ქართული მოდის სივრცეში. რა თქმა უნდა, მზადებას ეხა ვიწყებთ უკვე საქართველოს მოდის კვირაულისთვის. ინტენსიური ფაზა არის ხოლმე დაახლოებით 2 თვით ადრე ვიწყებთ ხოლმე ეს ინტენსიურ მზადებას. ჯერჯერობით გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ, რომელიც არის ძალიან დიდი სიურპრიზი ქართული მოდის მოყვარულებისთვის და ასევე საქართველოს მოდის კვირაულის გულშემატკივრებისთვის და საქართველოს მოდის კვირაულს მართლა მზარდი გულშემატკივართა არმია ყავს, ეს იქნება თქვა დიზაინერები, ეს იქნება უბრალოდ მოდის მოყვარულები, იმიტომ რომ ჩვენ ამ მხარდაჭერას გრძნობთ ყოველთვის. როდესაც დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, მე თავიდანვე ვუთხარი ჩვენს გუნდს, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვუთხარი, რომ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ნდობის მოპოვება, იმიტომ რომ ერთია გააკეთო პროექტი, მაგრამ მეორე არის, რომ ეს პროექტი გაზარდო საკუთარი შვილივით, მოიპოვო ნდობა და უნდოდეთ ყველა ქართულ დიზაინერს უნდა უნდოდეს მონაწილეობა. ჩვენ ამისკენ მივდივართ და უკვე მეხუთე სეზონი ტარდება და უკვე ერთი დღე მთლიანად შევსებულია დიზაინერებისგან. ძალიან დიდია ინტერესი, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მივდივართ საზღვარგარეთ, როდესაც წარმოადგენთ დიზაინერებს საქართველოს მოდის კვირაულის სახელით, ამას ყოველთვის აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება და უკვე ლეგენდები დადის ჩვენი მოდის კვირაულზე, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მოდელები, როდესაც საქართველოს ჩამოდიან, ვთქვათ, მოდელები დიზაინერებთან ერთად, ისინი შემდეგ ამბობენ, რომ მსგავსი მაღალი დონე ბევრ მოდის კვირაულს არ აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პრესტიჟია, რომ შენ თვითონ კი არ საუბრობ, შენზე სხვები საუბრობენ ერთმანეთში და ეს არის ყველაზე დიდი რეკლამა და შესაბამისად უკვე სხვადასხვა ქვეყნები არიან დაინტერესებული, ეს იქნება ვთქვათ პოლონეთი, უნგრეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რა თქმა უნდა, უკრაინა ყოველთვის არის ჩვენი სტუმარი, ყაზახეთი, აზიის ქვეყნები არიან დაინტერესებული და ჩვენ ასე ვთქვათ, ვარჩევთ დიზაინერებს, რომ საინტერესო პროგრამა შევთავაზოთ ქართული მოდის მოყვარულებს და ვემზადებით მთელი სერიოზულობით. როგორ გამოიყურება ხოლმე ეს სამზადისი? ძირითადად რა არის აქ გამოწვევების სირთულეები? მათ შორის სამზადისი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვართ პატარა გუნდი, დაახლოებით 5 ადამიანი მუშაობთ, ოღონდ ვაკეთებთ ალბათ 20 ადამიანის საქმეს. იმიტომ რომ როდესაც პროექტს იწყებ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი არ გაქვს და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის, რომ მინიმალური ბიუჯეტით გავაკეთოთ მაქსიმალურად ბევრი. და ჩვენ ეს გამოგდის და იქიდან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან დასაქმებული მოდის კვირაულზე, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად საინტერესო გავხადოთ მომზადების პროცესი. ვთქვათ, არის ეს კასტინგის ყოველთვის ძალიან ისეთი დიდი პასუხისგებლობით ვუდგებით, იმიტომ რომ თავარი არის, რომ მოდელები იყვნენ სწორად შერჩეული, შემდეგ არის უკვე ფიტინგი, შესაბამისად ყველაფერზე მზადდება ვიდეო მასალა, ფოტო მასალა და რა თქმა უნდა დიზაინერებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მოდის კვირაულზე, ყოველთვის არის ხოლმე საინტერესო მასალა. რადგან თვითონ ჩვენება გრძელდება დაახლოებით 10 წუთი, მაგრამ მთელი ეს მოსამზადებელი პროცესი, ვთქვათ, თვითონ მსვლელობა, უკვე ბექსტეიჯში რაც ხდება, თვითონ მსვლელობის შემდეგ, ეს არის ყველაზე საინტერესო შიდა სამზარეულო. და ყველა დიზაინერი, ვინც ჩამოდის, ზუსტად ჩამოდის ამ მასალისთვის და ჩვენც როდესაც საზღვარგარეთ მივდივართ, ზუსტად ამ მასალისთვის მივდივართ, ამ ემოციებისთვის მივდივართ და ყოველთვის ვაფასებთ
ვიქცევთ ხოლმე. შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა მოდის კვირეულებიდან, რაც მოგწონს იმის მოდელირებას ვაკეთებთ ჩვენს პროექტში, რაც არ მოგწონს, იმას ხმამაღლა ვარჩევთ გუნდთან ერთად. ჩვენც ვუშვებთ რაღაც შეცდომებს ყოველი სეზონის ბოლოს უკვე ვარჩევთ ამ შეცდომებს და ვასწორებთ. ანუ ეს არის ცოცხალი პროცესი, რაც არის სულ განვითარების პროცესში და ეს ჩვენ გვეხმარება, რომ პროექტი მართლა შვილებით გავზარდოთ. როგორია ინტერესი? ქართველი დიზაინერების წელს როგორი ტენდენცია გაქვთ? თუ დაგემატეთ ახალი დიზაინერები და მათ შორის უცხოელი დიზაინერების ინტერესი. ინტერესი ყოველთვის არის, იმიტომ რომ აი ნახეთ, პირველი სეზონი, როდესაც იყო, ჩვენ დავპატიჟეთ დიზაინერები და იყო 2 ქართველი დიზაინერი და 5 უცხოელი დიზაინერი იყო. ჩვენ ისინი უბრალოდ დავპატიჟეთ. მეორე სეზონზეც უკვე მზარდი იყო, ან ქართველი დიზაინერების რიცხვმა იმატა და უკვე მეოთხე სეზონზე იყო ფაქტობრივად რაოდენობა ქართველი და უცხოელი დიზაინერების იყო თანაბარი. უცხოელი დიზაინერი 1-2-ით მეტი იყო, არ მახსოვს. წელს მე იმედი მაქვს, რომ ქართველი დიზაინერები უფრო მეტნი იქნებიან, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენთვის პრიორიტეტი არის ყოველთვის ქართველი დიზაინერი, ყოველთვის ქართველი მოდელია პრიორიტეტი, იმიტომ რომ უცხოეთიდან ჩამოდიან მოდელები, თქვა ყაზახეთის სამოდელო სააგენტო თანამშრომლობს ჩვენთან, ჩამოდიან თავისი მოდელებით, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ყოველთვის ქართველი მოდელი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ამ სფეროს რომელსაც დღესდღეობით საქართველოში უჭირს ამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უჭირს ამ სფეროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ განვითარებაში. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამას ვუშველით ამ სფეროს და რაღაცას განვავითარებთ. არა, რა თქმა უნდა. ეს არის ერთი სახლი, ასე ვთქვათ, მოდის სფერო არის სახლი, სადაც თითო აგური ყველა დიზაინერმა, ყველა ორგანიზატორმა უნდა დადოს და რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი პროექტები, დიზაინერებისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ოღონდ, რა თქმა უნდა, ხარისხობრივად უნდა იყოს მაღალი ხარისხის მოდის კვირეულები თუ მოდის შოუები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა განსაზღვრავს ხარისხს ძირითადად? რა განსაზღვრავს გეტყვით? ხარისხს განსაზღვრავს აუცილებლად განათება, ხმა, ლოკაცია და ბექსტეიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბექსტეიჯიდან იწყება ის განწყობა, რაც უკვე შემდეგ პოდიუმზე გამოდის. ბექსტეიჯში უნდა იყოს აუცილებლად ორგანიზებული ყველა დეტალი, ვთქვათ, მეიქაპი, თმა, ვთქვათ, ის მომენტები, კვებიდან დაწყებული ყველაფერი გასათვლელია ხოლმე. შემდეგ უკვე სია, ჯგუფებად დაყოფა, ანუ ეს ბექსტეიჯი არის ყველაზე რთული პროცესი. რა თქმა უნდა, თვითონ დარბაზში განწყობა, სტუმრების რაოდენობა, სტუმრების, ასე ვთქვათ, შეიძლება ცოტა უხეშად გამომდის, მაგრამ აი ხარისხი კი არა, აი თვითონ დაინტერესება სტუმრების მხრიდან. ახლა ჩვენთან ყოველთვის მრავლად არიან საელჩოების წარმომადგენლები, ყოველთვის არის იმ საელჩოს წარმომადგენელი, რომელი ქვეყნიდანაც ვსტუმრობენ დიზაინერები, თუმცა არიან საელჩოები, რომლებთანაც ჩვენ გვინდა ურთიერთობა, ვთქვათ, იტალიის ელჩი იყო წარმოდგენილი ამ სეზონზე, მეოთხე სეზონზე თავის მეუღლესთან ერთად, ინგლისის, ამერიკის დიპლომატიური კორპუსი, ყოველთვის არის ყაზახეთი, უკრაინა, ანუ საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი და რატომ? ჩვენთვის საინტერესოა საელჩოების ჩართულობა, ვთქვათ, სამომავლო პერსპექტივებში, იმიტომ რომ სექტემბერში ჩვენ რო ვიყავით მილანის მოდის კვირეულზე წასულები, ჩვენ მქონდა იქ საქართველოს წარმომადგენლო საკონსულოსთან მქონდა საუბარი სამომავლო პერსპექტივებზე, იმიტომ რომ რატომ უნდა იყოს საინტერესო, ვთქვათ, საქართველოს მოდის კვირეულზე დიზაინერების მონაწილეობა. ჩვენ არ ვაკეთებთ პროექტს პროექტისთვის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გაცვლითი პროგრამები. ჩვენ დიზაინერებს უწყობთ ხელს, რომ მოხვდნენ სხვადასხვა მოდის კვირეულებზე ევროპასა და აზიაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ყველანაირად კონტაქტს ვამყარებთ ორგანიზატორებთან, რომ ეს იყოს, თქვათ, ჩვენი მონაწილე დიზაინერებისთვის მიზერული, რომ შეძლოს დიზაინერმა გატანა და თავისი კოლექციების და თუ ეს არ მოხდება ფაქტობრივად ძალიან რთულია ამ ხელა კონკურენციის ფარგლებში ქართველი დიზაინერი იყოს შემჩნეული.
ანალოგიურად ქონდა შეხვედრა, როდესაც პარიზში წარვადგინეთ პარიზის მოდის დღეებზე წარვადგინეთ ხარჩის ბრენდი. ანალოგიურად ყავდა მოწვეული საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ქონდა მათთან შეხვედრა და საუბარი სამომავლო პერსპექტივებზე, გამოფენებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ აღვიქვეს დახმარება და ყოველთვის ჩვენ უფრო გლობალურად ვუყურებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დიზაინერებისთვის და ეს იმიტომ რომ საქართველოში არიან ძალიან ნიჭიერი ბევრი ნიჭიერი დიზაინერი, მაგრამ ქართული ბაზარი ამდენი ნიჭიერი ადამიანისთვის არის ძალიან პატარა. კი ბატონო. ეგრეთ წოდებული ბაიერები თუ არიან ხოლმე დაინტერესებული ყოველწლიურად და მე უკვე აი მოდის კვირეულში მონაწილე ბრენდების გაყიდვებზე როგორ აისახება ხოლმე კვირეული. აი ცნობადების ზრდის თვალსაზრისით შორის ექსპორტის შესაძლებლობა. კი ბატონო, ნახეთ, ჩვენს მოდის კვირეულზე ყოველთვის არიან ხოლმე ბაიერები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ეხლა უკვე არა, იმიტომ რომ ხო ხდებით ეხლა სიტუაცია ესეთი, ხო? არიან ხოლმე რუსეთიდანაც შესაბამისად სტუმრები, იმიტომ რომ ჩვენ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ რუს დიზაინერებს არ ვიღებთ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ რუს დიზაინერებს არ ვიღებთ მოდის კვირეულში მონაწილეობისთვის, მაგრამ სტუმრები ყოველთვის არიან ხოლმე და მათი მხრიდანაც ძალიან დიდია დაინტერესება კოლექციების მიმართ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ კუთხითაც, იმიტომ რომ არის შოურუმები, სადაც ჩვენ ვაგზავნით ჩვენს დიზაინერებს, თქვათ ყაზახეთში ორჯერ ყავდა გაგზავნილი დიზაინერები შოურუმში, საუკეთესო პირობებით, ასე ვთქვათ. ეხლა უკვე მაისში მივდივართ ყაზახეთში რამდენიმე დიზაინერი, ანუ ორი არის ერთი, ვთქვათ, ასპარას მოდის კვირეულზე, სადაც არის ძალიან დიდი გამოფენა, ასე ვთქვათ, ხელნაკეთი და ანუ დიზაინერების დიდი გამოფენა არის, სადაც ნიმედინო იქნება წარდგენილი და ფოტია. არის უსკემენში, არის ყაზახეთის მოდის კვირეული, სადაც იქნება წარმოდგენილი ჯეოტრენდი, ხარჩის კოლექცია, ქეთევან ქარჩავას კოლექცია, ჩემი კოლექცია. ანუ ჩვენ სულ ვეძებთ შოურუმებს საუკეთესო პირობებით. არის თქვათ ტაჯიკეთის მოდის კვირეულზე, საიდანაც ძალიან ბევრი კონტაქტია ხოლმე აზიის ქვეყნებში და სადაც ყავდა გაგზავნილი ასევე ნიმედინო და მას ჰქონდა ძალიან საინტერესო შემოთავაზებები, გაყიდვები. ანუ ეს არის ბიზნესი, რომელიც უნდა ბიზნესად იმუშაოს. ეს არ არის მხოლოდ მოდა, რომ მარტო პოდიუმზე აჩვენო, არა, ჩვენ ხელს ვუწყობთ, რა თქმა უნდა, განვითარებას, ბიზნესის კუთხით და ცნობადობის ამაღლებას, იმიტომ რომ პოდიუმზე დიზაინერის გამოსვლა არის როგორ თემაიცით, ეს არის დიზაინერის რეკლამა, იმიტომ რომ ჩვენ მას ვაძლევთ ისეთ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც შეუძლია ნახევარწლის განმავლობაში გამოიყენოს საკუთარი სოციალური გვერდებისთვის და მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ჩვენი მოდის კვირეულის გრაფიკში გაჩნდება დიზაინერი, მას მოსდის უამრავი მოწვევა, ეს იქნება ვთქვათ ლონდონი, იქნება მილანი, იქნება პარიზი, იქნება ვთქვათ აი უამრავი ქვეყნებიდან მოსდით მოწვევა და ჩვენ მერე ვხედავთ და ვარჩევთ სად ღირს წასვლა, სად არ ღირს წასვლა, არის ვთქვათ დუბაი, ყაზახეთი, აი ძალიან ბევრი მოწვევა მოსდით ხოლმე დიზაინერებს და ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა, ხანდახან გვეღიმება, რომ ჩასაფრებულები არიან, როდესაც ჩვენ სანამ დავდებთ ჩვენ მასალას დიზაინერების ჩვენების შესახებ, რომ უცბად მისწერონ და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი Instagram გვერდი იმდენად კარგად მუშაობს, რომ ნუ აი სოფლიოდან შემოდიან იქ ბაიერები, ორგანიზატორები, თვალყურს გვადევნებენ. ეხლა უკვე გვაქვს მოლაპარაკება უცხოური პრესის ჩართულობის, იმიტომ რომ პარიზში როდესაც ყავდა წარმოდგენილი, ძალიან კარგი პუბლიკაცია ჰქონდა ბაზარში, Harper's Bazaar-მა გააკეთა, ელემ გააკეთა პუბლიკაციები, Fashion Week Online-თან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ მათ ანალოგიურად გააშუქონ ჩვენი საქართველოს მოდის კვირეულის პროგრამა და ვნახოთ ძალიან დიდ საქმეებს ვეჭიდებით, მაგრამ ეს ერთდროულად არაფერი არ ხდება, ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ჭირდება განვითარება მიღწევა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ისევე როგორც ქართულ დიზაინერებში ვიმსახურებთ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმსახურებთ ნდობას, ასეთივე ნდობის დამსახურება გჭირდება საერთაშორისო მოდის კვირეულების ორგანიზატორებთან.
კი ბატონო. თქვენ ახსენეთ, რომ ქართული ბრენდებისთვის ეს მოდის კვირაული მათ შორის არ არის მხოლოდ ღონისებას, არის მათ შორის ბიზნეს მიმართულება. ამ ხრივ რომელი ბაზრებია ყველაზე საინტერესო ქართული ბრენდებისთვის თქვენ შეფასებით? ასე ძალიან რთულია თქმა, იმიტომ რომ ქართული ბრენდები არის ძალიან მრავალფეროვანი. ახლა გქონდა ჩვენ დუბაიში რამდენიმე დიზაინერი ყავდა შარშან მაისში წაყვანილი კოლექციები. ვთქვათ, იმ ბრენდებმა, რომელმაც დუბაიში კარგი გაყიდვების მაჩვენებელი აჩვენა, იმ ბრენდებმა არ იმუშავა ყაზახეთში. ან თითო ბაზარს სჭირდება თავისი სპეციფიკა. ჩვენ ვიკვლევთ და პლუს კიდევ პანდემიის შემდგომ ძალიან შეცვლილია. ახლა ჩვენ მე როგორც დიზაინერი, ხო 2008 წლიდან დავდივარ 2011-დან უბრალოდ 2008-დან ვარსებ, მაგრამ 2011-დან სულ საერთაშორისო მოდის კვირაულებზე დავდივარ და ყოველთვის შემეძლო რაღაც გამეკეთებინა ანალიზი, რომ ვთქვათ, აი აქ არის ეს გაყიდვადი, აქ ეს, მაგრამ აი პანდემიამ საერთოდ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ყველა ქვეყანაში საერთოდ. ხდებით და რეალურად ჩვენ ეხლა დავიწყეთ უკვე ბაზრის კვლევა, ეხლა დავიწყეთ უკვე, მაგრამ ეს არაპროგნოზირებადია ეს საკითხი, იმიტომ რომ ბრენდი, რომელიც მუშაობს, თქვათ, ყაზახეთში, იმან შეიძლება პარიზში არ იმუშაოს. ბრენდი, რომელიც მუშაობს, თქვათ, მილანში, იმან შეიძლება არ იმუშაოს, თქვათ, აზერბაიჯანის კვირეულზე და არ იმუშაოს, თქვათ, საქართველოს ბაზარზე. ამიტომ ძალიან რთულია განსაზღვრა. ყველა ქვეყანას აქვს თავისი მიმართულება, თავისი ცხოვრების ტემპი და რეჟიმი და აქედან გამომდინარე ყველა ქვეყანას აი სჭირდება მორგება. აი ზუსტად თქვა ყაზახეთში ჩვენ ვუშვებთ, აი მაგალითად ყაზახეთში შემიძლია თავმა თქვა რომ ჯეოტრენდის ბრენდს ელოდებიან, როდის ჩავიყვანთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს უკვე ვიცით. ხდებით, მათ აითვისეს, მოეწონათ და ასე ვთქვათ, შეისის ხორცეს ჯეოტრენდის ბრენდი და ჩვენ ძალიან თამამად მიყვავს ხოლმე შოურუმებში, მაგრამ არის ვთქვათ ბრენდები, რომელსაც სჭირდება ვთქვათ იგივე ფერი, როგორია რომ ვთქვათ, აი ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში, ვთქვათ აქტობეში, როგორია რომ ფერადები მოსწონთ, არა, იქ მუქი ფერები მოსწონთ. ვთქვათ სხვა ქალაქში იქ ფერადები მოსწონთ. ამიტომ აი ეს ძალიან რთულია განსაზღვრა. ხა ჩვენ უკვე კონტაქტს ვამყარეთ ჩეხეთთან, საერთოდ ინტერესი არის წამოსული. პარიზში უნდა იყოს ძალიან დიდი გამოფენა შემოდგომაზე, მათთანაც გვაქვს მოლაპარაკებები და არ ვიცი, ალბათ სადღაც კიდევ 5 სეზონის შემდეგ უკვე გვექნება ესეთი ანალიზი, რომელი ბრენდი სად არის აქტუალური. რამდენად გაიზარდნენ ქართველი დიზაინერები? ხარისხის თვალსაზრისით თქვენ ახსენეთ რომ 2011 წლიდან დადიხართ საერთაშორისო მოდის კვირაულებზე აკვირდებით იქ რა ტენდენციებია და ზოგადად იქაურ ალბათ ხარისხსაც აფასებთ ხომ დიზაინერების მათ შორის პროდუქციის. ჩვენ სად ვართ ამ მიმართულებით და რამდენად გავიზარდეთ? ეხლა გეტყვით, აქაც არის როგორ იცით, ქვეყნები, სადაც ვირტუოზულად, სუფთად და კარგად ამუშავებენ ქსოვილს, ასე ვთქვათ. ეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამუშავებენ ქსოვილს, მაგრამ ძალიან ბევრი სჭირდებათ მათ ქართულ კრეატივამდე. ხო, აი ეს საინტერესო, აი რა აქვს ეს ქართულ მოდას სახასიათო? ძალიან 4 ჯერ ვარ ბელარუსის მოდის კვირაულზე ნამყოფი და ერთ-ერთ კონფერენციაზე ვთქვი რომ, იცით, ჩვენ რომ მოვახერხოთ გაცვლა, ეს მანამდე სადამ სანქციებს დაადებდნენ, ძალიან ფართოდ იყო ბელარუსიული ბრენდები წარმოდგენილი სხვადასხვა მოდის კვირაულებზე. ჩვენ რომ მოვახერხოთ გაცვლა, ვთქვათ, თქვენი დიზაინერების და ჩვენი დიზაინერების, თქვენი დიზაინერები ისწავლიან, აი შეისის ხორცებენ კრეატივს და განთავისუფლდებიან აი მბორკილებისგან, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ხარისხი ქვია და ჩვენი დიზაინერები ცოტა დაეშვებიან მიწაზე და შესრულებას დახვეწავენ. ეს იყო აი 2016 წელს ვეუბნებოდი. მაგრამ რა არის იცით, პოდიუმის კოლექცია აბსოლუტურად განსხვავდება რეალური კოლექციისგან. პოდიუმზე შეიძლება დიზაინერმა გამოიტანოს კოლექცია აბსოლუტურად არაგაყიდვადი, ასე ვთქვათ, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კოლექცია მომხმარებელზე ორიენტირებული, ძალიან მაღალ ხარისხში შექმნილი, ხვდებით? და ჩვენ საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ და დღესაც ველაპარაკებოდი, ვთქვათ, ყაზახეთის მოდის კვირაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს და ესეთი რაღაცა გვითხრა, ბევრჯერ გამიგია ადრე, რომ ქართული დელეგაცია, ქართული დიზაინერები ყველა მოდის კვირაულზე არის დიდი ფუფუნება.
ეს მე ადრეც ძალიან ბევრჯერ გამიგია, იმიტომ რომ ქართულ მოდაზე ლეგენდები დადიოდა ყოველთვის. მე მგონი ეს პოსტსაბჭოთა კავშირშიც, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, იქიდან იყო, რომ ქართველები ყველაზე გემოვნებიანი ვიყავით. ამას ვერ დაუკარგავთ, ეს არ არის რაღაც ესეთი ხმამაღალი, ეს ვერ დაუკარგავთ, იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ხალხი ვართ ძალიან ნიჭიერი, ძალიან გემოვნებიანი, თავქარიანიც და ცოტა წესრიგის არამოყვარულიც, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი ესე ყველაფერში ვერ იქნება 100%-იანი, მაგრამ რო გითხრათ, ეხლა ჩვენი მიმართულება ძირითადად საქართველოს მოდის კვირეულის მიმართულება არის ახალი ბრენდები, ახალგაზრდა ბრენდები, ასევე რეგიონები, იმიტომ რომ მოდა არ არის მხოლოდ თბილისი, ხო? ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ ბრენდებს რეგიონებში. ამდენ არიან. არის, რა თქმა უნდა, კი, აი ვთქვათ, ხარჩი, რომელიც მაცვია სპეციალურად. ეს არის ზუგდიდში, ზუგდიდში არის დაფუძნებული და შემიძლია თქვა, რომ ეს მეგრული ბრენდი მაცვია და პარიზში, როდესაც წარვადგინეთ საქართველოს მოდის კვირეულის სახელით, 10 საუკეთესო კოლექციაში მოხდა, ხო? თქვათ, ყავს ბათუმიდან ბრენდები, ანუ ჩვენი მიმართულება არ არის უკვე არსებული ხმამაღალი სახელების გამოყვანა. ჩვენი მიმართულება არის ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და როგორც საქართველოს მოდის კვირეული არის ახალგაზრდა და იზრდება, ჩვენთან ერთად გავზარდოთ ახალი ბრენდები და ისინი გავუყანოთ საერთაშორისო მოდის კვირეულებზე. კი ბატონო, შევახსენოთ მაყურებელს თარიღი, როდის გაიმართება მეხუთე სეზონი. მეხუთე სეზონი არის 14-15 ივნისს. შერატონ გრან თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. ეს არის ჩვენი საყვარელი ლოკაცია, იმიტომ რომ ძალიან დიდი კომფორტია ესეთ პროფესიონალებთან მუშაობა, როგორიც არიან შერატონის გუნდი, რა თქმა უნდა. ჩვენც უკვე ვემზადებით. კიდევ ერთხელ მაქვს დიდი მხარდაჭერის იმედი მოდის მოყვარულებისგან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, როდესაც გაფასებენ და როდესაც დარბაზი ბოლომდე სავსეა. აი, ბიზნესის ჩართულობა საინტერესო როგორია? ეს ინიციატივა კერძო სექტორმა რამდენად მოიწონა? იცით, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ყოლია სპონსორი. ჩვენ ყავს პარტნიორები. უბრალოდ იმდენად სუფთად, იმდენად დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებით საქმეს, რომ ეს არის ძალიან დასაფასებელი, ჩვენ ძალიან გვიწყობენ ხელს, ასე ვთქვათ. იმედი გვაქვს, რომ სპონსორები გვეყოლება, იმიტომ რომ რაც უფრო იზრდები, მით უფრო დიდი საჭიროებებია, მოთხოვნილება აქვს პროექტს, ხო? რა თქმა უნდა, ციცის ვეუბნებოდი, რომ ჩვენი გაზრდას პირდაპირ შეესატყვისება ჩვენს უკან ეკრანი. იმიტომ რომ ყოველ სეზონზე ვზრდით ეკრანის სიმაღლეს, ხვდებით და ანუ შესაბამისად თავიდან რომ გქონდა პატარა ეკრანი უკან, ნელ-ნელა გაიზარდა და უკვე წელს ვაპირებთ რომ ჭერამდე ავწიოთ ეკრანი და შესაბამისად ამაში თუ იქნება ჩართულობა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ მოდის კვირეული არო, ჩვენ ვაკეთებთ თქვათ პორტფოლიოებს, ლუკბუქებს ვაკეთებთ დიზაინერებისთვის. ეხა უკვე ჩვენი სარეკლამო რგოლი გამოვა ამ სიურპრიზს, რასაც ვამბობდით, ეს არის ზუსტად ჩვენი სარეკლამო რგოლი. ჩვენ გვინდან რომ ხარისხობრივად გემოვნების კუთხით გქონდეს დახვეწილი ყველაფერი თქვათ სოციალური გვერდიდან დაწყებული, დამთავრებული დიზაინერების ვიდეო რგოლები. ანუ ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ ენთუზიასტების გუნდი, რომლებსაც იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი ბოლოს და ბოლოს ჩაერთოა. ჩვენ გვესმის ახლა რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა ქვეყანაში და ბიზნესს არ ულხინს ნამდვილად, მით უმეტეს ისეთ ბიზნესს, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ კუთხითაც მე შემიძლია ძალიან თამამად თქვა, რომ ტურიზმის განვითარებაში ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ყოველწლიურად ჩვენთან დაახლოებით 200 სტუმარი ჩამოდის ხოლმე, იქნებიან თქვათ ეს სტუმრები, იქნებიან ეს მოდის კვირეულის ორგანიზატორები თავის ჯგუფთან ერთად, იმიტომ რომ აინტერესებთ. ჩამოდიან დიზაინერები, მოდელები, ანუ მეოთხე სეზონზე, აი მძიმე პერიოდში, 30 ნოემბერი 1 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ, უკვე იყო ჩვენთან 220 სტუმარი, რომელიც რა თქმა უნდა განაწილებული ყავდა სხვადასხვა სასტუმროებში, სხვადასხვა რანგის სასტუმროებში, ზოგი თქვათ შერატონში, ზოგი ჩვეულებრივ ისი რა ქვია, უვარსკვლავ, ასე ვთქვათ სასტუმროში. შემდგომ ეს დიზაინერები უკვე დადიოდნენ ექსკურსიაზე, იმაში კახეთში, ყაზბეგში
ბაქოში, ბათუმში. ეხლაც ველოდებით, იმიტომ რომ რეალურად აქ ვინც ჩამოდის, ის მარტო არ ჩამოდის ერთი დღით, ხო? ის ჩამოდის რომ გაისერნოს, დაათვალიეროს და ასე შემდეგ. და შეიძლება მე კიდე დაბრუნდეს მიღმა კვირეულისა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ბრუნდებიან, იმიტომ რომ რეალურად საქართველოს ყოველთვის მიმზიდველია. გვინდა თუ არ გვინდა, ყოველთვის არის მიმზიდველი და რეალურად ის სეგმენტი, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, არის ჩვენი ტურისტი, ჩვენი ქვეყნის ტურისტი, რომელსაც ჩვენს ბიუჯეტში შემოაქვს თანხა. ასე რომ მე შემიძლია ძალიან სიხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ტურიზმის განვითარებაშიც რაღაც ერთი პატარა წვეთი ჩვენ შეგვაქვს და მე ამით ვარ ძალიან მადლობელი და იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა ბიზნესის ჩართულობის მოდის კვირეულში და მე ვფიქრობ, რომ ეს ხედვები შეიძლება ძალიან საინტერესოდ იყოს გაშლილი. კი ბატონო, თქვენს ბრენდზე კითხავთ ბოლოს, როგორ იყო 2024 წელი, რა სიახლეები იყო და ზოგადად როგორ ვითარდება ბრენდი? მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბრენდი უკვე დიდი გოგოა, ასე ვთქვა. 2008 წლიდან ხო დაფუძნა და ეს კედლები არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ზუსტად აქედან დაიწყო თინათი მაღალაშვილმა მოღვაწეობა, ბევრი სირთულე გამოვიარე, რა თქმა უნდა, ბევრი გულაცრუება, მაგრამ არასოდეს ჩავამეყრია ხელები და არასოდეს დამეყრია ფარხმალი, ყოველთვის ვიცოდი, რომ მე იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც ძალიან მიყვარს და როდესაც იმას აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს, ყოველთვის ამაყად თავაწეული მიდიხარ წინ. 2024 მოყოლებული ამ პერიოდიდან ჩვენ მქონა 26 ქვეყანაში მოდის კვირეულებში გვაქვს მიღებული მონაწილეობა, დაწყებული ესპანეთიდან დამთავრებული ჩინეთამდე, არ ვიცი ალბათ ხანდახან მე თვითონ მავიწყდება ხოლმე რომ იქ მე ჩვენება მქონდა, იცით ხო? ეს არის ძალიან გრძელი ისტორია, ანუ ძალიან ბევრი პუბლიკაცია, ძალიან ბევრი, ვთქვათ, გამოხმაურება ქონია იქ F Channel-ზე, Vogue-ში, ჩინურ Vogue-ში და ასე შემდეგ. ნუ აი ძალიან გრძელი გზა გავლილი და ზუსტად ეს გვაძლევს იმის საბაბს და იმას რომ ეს გამოცდილება, რაც მე დამიგროვდა, როგორც ბრენდს მე დამიგროვდა, როგორც ორგანიზატორს, ზუსტად ეს გზა გაუკვალო იმ დიზაინერებს, რომლებიც აი სულ რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე არიან. 2024 ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო 25-იც, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ბევრი ჩვენებები სხვა ქვეყნებში, შოურუმები გქონდა, შესაბამისად 2025 როგორც კი დაიწყო უკვე მილანში გქონდა ჩვენება საკმაოდ ისეთი საინტერესო. ეხლა უკვე გეგმავთ პარიზში 10 ივლისს გვექნება ჩვენება, შემდეგ სექტემბერში მილანში გვექნება ჩვენება. ეხლა ყაზახეთში მივდივართ და უკვე ჩვენი გრაფიკი არის დატვირთული, რა თქმა უნდა, გაწერილია უკვე. და ვამზადებთ კოლექციებს და მოკლედ ვართ ერთ ამბავში. ადგილობრივ ბაზარზე როგორ იზრდება მოთხოვნა, გაყიდვები, ქართული მომხმარებელი ამდენ შეეჩვია ქართული პროდუქციის? იცით რა არის საინტერესო? ჩვენ არასოდეს უჩიოდით, ჩვენ არ ვართ დიდი მოდის სახლი და დიდი წარმოება, ამიტომ ჩვენთვის საკმარისია ის მომხმარებელი, რომელიც ჩვენ გვყავს, მეგობრები ასე ვთქვათ და ის ბაზა, რომელიც ჩვენს გარშემოა, ჩვენთვის საკმარისია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან, რატომ არ აკეთებთ ფართო რეკლამებს. უბრალოდ ვეღარ მოვერევით, იმიტომ რომ ჩვენი მოდის სახლი თავისი სახელოსნოთი გათვლილია მაღალ მოდაზე და ჩვენ ვქმნით მაღალ მოდის კოლექციებს, რა თქმა უნდა, ვქმნით წელიწადში ორჯერ პრეტაპორტე კოლექციებს, რომლებიც გამოგვაქვს და შემდეგ ის პრეტაპორტე კოლექციები ზუსტად ამის მერე ამ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. და იმაზე მეც, რაც ჩვენ ვქმნით, უბრალოდ რესურსი არ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმაზე მეტი შევქმნათ. ამიტომ გაფართოებას არ გეგმავთ აბსოლუტურად გვაკმაყოფილებს, აი როგორც მე არ მეყვარს ხოლმე ესე თქმა, ესეთ ელიტარულისთვის ვერ ვიტყვი. უბრალოდ მოდის სახლი თინათი მაღალაშვილი არის ზუსტად იმ რაოდენობაზე გათვლილი, ვისაც უყვარს თინათი მაღალაშვილის კოლექციები. საინტერესო ამბები გაქვთ ორივე მიმართულებით მოდის კვირეულის და ბრენდის კუთხითაც და ნახოთ როგორ ჩაივლის ველოდებით, მოკლედ ამ პროექტსაც განსაკუთრებით გულშემატკივრებთ და შევაჯამოთ უკვე შედეგები. აუცილებლად მოდის კვირეული. ხო, მე აუცილებლად შეგატყობინებთ და ძალიან დიდი მადლობა მოდივე მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ მე ვიცი ეს რამდენს ნიშნავს ბიზნესისთვის. პირიქით. მადლობა კიდევ ერთხელ თინათინ მაღალაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.